საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აბგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით სადიგოვი პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და არასათანადო მოპყრობის რეალური რისკის წინაშე დადგა. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამ სადიგოვი დაადეპორტა ამ რისკების სათანადო შეფასების გარეშე იმ პროცედურების ფონზე, რომლებიც სათანადო სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფის კუთხით სერიოზულ კითხვებს აჩნდა. Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილის გიორგი გოგიას თქმით, დეპორტაცია არ უნდა მომხდარიყო და მისი განხორციელების ფორმა განსაკუთრებით შემაშფოთებელია. სადიგოვის გაძევების გარემოებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედა არა კეთილსინდისიერად და ითანამშრომლა აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან, რათა აერიდებინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიძიონ საქართველოს ქმედებები და უზრუნველყონ პასუხისმგებლობა მისი ვალდებულებების ნებისმიერი დარღვევისთვის. ეს ვალდებულებები მოიცავს დევნის, წამების ან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების რისკის წინაშე დაბრუნების აბსოლუტურ აკრძალვას, ასევე სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარანტიებს, სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ეფექტურ სამართლებრივ დაცვის საშუალებას და დროებითი ზომების შესრულებას. აბგან სადიგოვი ქართულმა მხარემ აზერბაიჯანში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 5 აპრილს გააძევა. მანამდე 2026 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას აცნობა. 3 აპრილს საქართველოს სასამართლომ მას გირაო და გადაადგილების შეზღუდვა მოუხსნა. 4 აპრილს გვიანღამით პოლიციამ სადიგოვის საკუთარ სახლში სოციალურ ქსელში პოლიციელის სავარაუდო შეურაცხყოფის საბაბით დააკავა. 5 აპრილის ღამეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აბგან სადიგოვის სამართალ დამრღვევა ცნო. 200 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და აზერბაიჯანში გაძევების განკარგულება გასცა. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასებით, სადიგოვის დეპორტაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევაა და ამას მკაცრი დაგმობა სჭირდება. სასამართლო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულდა და ჟურნალისტი რამდენიმე საათში აზერბაიჯანში გადაიყვანეს. ეს ქმედება განხორციელდა მიუხედავად იმისა, რომ სადიგოვის მიმართ მოქმედებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიება, რომელიც კრძალავდა მის ექსტრადიციას აზერბაიჯანში. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანმა სადიგოვის წინააღმდეგ არსებული ძველი სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა და ექსტრადიციის მოთხოვნა გააუქმა. საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია 1 აპრილს მიიღო, რის შემდეგაც 3 აპრილს ქართულმა სასამართლომ მას გირაო და გადაადგილების შეზღუდვა მოუხსნა. ეს ორი ქმედება, რომელიც კოორდინირებულად გამოიყურება და მიზნად ისახავს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის გვერდის ავლას, ნიშნავდა იმას, რომ სადიგოვის მიმართ შეიძლებოდა გამოყენებულიყო დეპორტაცია და არა ექსტრადიცია. ჟურნალისტის ოჯახი მიიჩნევს, რომ საქართველოში წაყენებული ბრალდებები ყალბია და მისი მიზანი ქვეყნიდან გაძევების საბაბის შექმნა იყო. აბგან სადიგოვი მედია პლატფორმა აზელ TV-ს მთავარი რედაქტორია, რომელიც აზერბაიჯანში დანაშაულისა და მთავრობის სავარაუდო კორუფციის შესახებ მასალებს ამზადებს. 2016 წლიდან სადიგოვს აზერბაიჯანში არაერთი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის 2 სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც ფართოდ განიხილება როგორც შურისძიება მის ჟურნალისტურ საქმიანობაზე. 2020 წლის ნოემბერში ბაქოს სასამართლომ მას გამოძალვის საეჭვო ბრალდებით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2022 წელს იგი ვადამდე ადრე შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. სადიგოვი 2023 წლის დეკემბრიდან საქართველოში ცხოვრობდა, სადაც ჟურნალისტურ საქმიანობას განაგრძობდა. 2024 წლის 3 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ სადიგოვი აზერბაიჯანში ექსტრადიციის მიზნით დააკავა. მას შემდეგ, რაც იქაურმა ხელისუფლებამ მას ახალი ბრალდებები წაუყენა, მან პატიმრობაში 7 თვეზე მეტი გაატარა და იშიმშილა კიდეც. სადიგოვმა საქართველოს საერთაშორისო დაცვა სთხოვა, თუმცა ხელისუფლება მისი თავშესაფრის მოთხოვნა უარყო. 2025 წლის 28 თებერვალს სტრასბურგის სასამართლომ დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც საქართველოს დაევალა არ განეხორციელებინა სადიგოვის ექსტრადიცია საქმის განხილვის დასრულებამდე.